გავეცნოთ ქალბატონ რიტას, რომელიც ესე იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მებოსტნეობაზე, თუმცა ცხოვრების გარკვეული სირთულების გამო მან ვერ შეძლო ამ მიმართულებით სწავლა, მაგრამ რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც გამოიყვანდა ჩითილებს და პრინციპში ასე მოხდა კიდეც, იმიტომ რომ 56 წლის ასაკში მან პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა, მიიღო განათლება და დღეს როგორც ვიცით, ოჯახში პატარა სათფურიც კი აქვს, რომელიც შემოსავლის წყაროდაც აქციეს. მოდით მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ოცნებების ახდენა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს საინტერესოა, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ახალი ინტერესები, ახალი პროფესიები შემოიტანონ მათ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ბედავენ, ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმას. რას ურჩევდით საინტერესოა? მოგესალმებით ყველას, მადლობა მოწვევისთვის და ჩემი სურვილების გადმოცემისთვის, რომ მე გადავსცე იმ ქალბატონებს, რომელიც დღესდღეობით არიან სახლში ზიან და რაღაც პრობლემების მიუხედავად არ დგავენ იმ ნაბიჯს, რომ უნდა გადადგა და გახვიდე გარეთ და ასაკობრივ მას არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. უნდა შენი მიმართება აიღო და გახვიდე და ისწავლო. შენ რაც მოგწონს, რაზედაც ოცნებობ და რამაც გინდა რომ გაგახაროს ცხოვრებაში. თქვენ არ დანებდით, შეიძლება ითქვას და დღეს იმავე პროფესიულ კოლეჯში, სხვათა შორის ქალბატონი რიტა თავად ასწავლის და უზიარებს მის გამოცდილებას ამჯერად უკვე ხოცა ეს არის ძალიან დასაფასებელი. კი ბატონო, 2021 წელს დაარსდა კოლეჯი მოდუსი მარნეულის რაიონში, სადაც ახლომახლოს ცხოვრობდი და გავეცანი პროგრამებს და ავირჩიე ჩემი ბავშვობის ოცნება, რაც მინდოდა, რომ ბავშვობიდან მოგეხსენებათ 20-30 წლის უკან ეს ცოტა პრობლემა იყო, რომ ადამიანს სათფურები გაეკეთებინა, ცოტა არ იყო ისეთი შესაძლებლობა. ამიტომ ავიღე ჩემი თავი, ავიყვანე ხელში და მივედი კოლეჯში. დავწერე პროგრამა შევავსე და მიმიღეს და ვისწავლე მებოსტნეობის პროგრამა, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავისი თავი და გავაკეთე ის, რაც მინდოდა და ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნებაც. პატარა მოკრძალებული სათფურებიც გავაკეთე. გამარჯვებულიც გავხდი სათფურების პროგრამებში და მომიწვიეს გავიმარჯვე და დღესდღეობით ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებ. დღეს ქალბატონ რიტა ასე ამაყაც და შვიდად ყვება ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ტრადიციულად ასეა ხოლმე, რომ მაშინ, როდესაც ამდენი წელი სჭირდება მიზნის მიღწევას, ბუნებრივია ეს გზა ქარტახილებით არის ხოლმე სავსე, მაგრამ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანს არ დანებდით, საკუთარ ოცნებას შეიძლება ითქვას, მაგრამ ხშირად ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ხოლმე პერსონა, რომელიც ერთგვარი სტიმული ხდება ხოლმე მისთვის. თქვენს შემთხვევაში თუ იყო ასეთი ადამიანი? ნამდვილად დედაჩემი იყო ეგ სტიმული ჩემთვის. რომ აი დედაჩემი ისეთი კარგი მეჩითილე ქალბატონი ბრძანდებოდა სადღაც 50 წლის უკან და ეს ჩემთვის იყო რაღაცა ძალიან კარგი. ამიტომ ბავშვობაში რაც ვერ ასწრებ ოჯახური პირობების გამო მე თვითონ მივაღწევდი რაღაცას კიდე ცოტა ადრე ახალგაზრდობაში, მაგრამ სადღაც 91-ში სტიქიისგან დაზარალებულები ვართ, ეკომიგრანტები ვართ და ამას შეგვიშალა ცოტა ბავშვების გავზდიდით და ვისწავლიდით, მაგრამ გადმოგვასახლეს მიწისძვრის დაზარალებების გამო და ამიტომ გავაგრძელე, მაინც ავიყვანე ჩემი თავი და ყველა ქალბატონს ვუსურვებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ფარხმალი არ უნდა დაყაროს, არ უნდა გაჩერდეს, უნდა იფიქროს თავის სურვილზე და თავის პრინციპზე, რაც უყვარს რჩება, მე ვიტყოდი და გასათვალისწინებელია. ხო, და ერთ-ერთი უმთავრესი ის არის ამ შემთხვევაში, რომ იგი თავად სხვას გადასცემს უკვე ამ ცოდნას და წარმატება მინდა გისურვოთ.